let's go, boy. ეგარი მე მგონი დადგა დრო ჟამი ზიმ მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო თქვენ უყურებთ ზიკო ჯინჭარაძის საავტორო გადაცემას ჯოინერთან მე მისი უცვლელი წამყვანი ზოგადად საქართველოში მუსიკის რეაქტის დამაარსებელი და განმავითარებელი ჯორჯ კლებერი გახლავართ და დღეს ჩვენ დავარეაქტებთ კაი ხუმრობის გარეშე დავარეაქტებთ იმას, რისკენაც მივდიოდით ამდენი ხანი და რაც აუცილებლად უნდა დაგვარეაქტებინა PvP Flow-ს ფინალი ის რაც ამ გადაცემაში გავა ეს იქნება ექსკლუზივი სეზონი რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ თაწმინდაზე Underworld-ში Flow Fest-ი ორდღიანი კალათბურთი MMA შხუბები, Pentagon Fighting-ი, ღია სივრცე, განწყობა, ბევრი ხალხი, ლაივები, ქართველი არტისტების, კაზი, ერეკლედეისაც, კაროჩ, რაც ვიხილეთ და როგორიც იყო და რაც იყო, მე მგონი ეგ იყო ყველაზე კარგი. ის, რომ ადამიანებმა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანების ჯგუფში რაღაცა წვლილი მეც მიმიწყვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო დან, შედგა და არაფერი არ არის ანერვიულ. რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან ბევრი ინერვიულა, მათ შორის მეც, მაგრამ დამერწმუნებით, რომ Flow Fest-ი შედგა და იქნება მომავალ წელსაც, იმის მომავალ წელსაც, ასე შემდეგ ეგ გვეცოდინება და არის ჰიპ-ჰოპი, არის ქართული ჰიპ-ჰოპი და რავი, ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი რაღაცა, რაც ჟანრისთვის გაკეთდა ეხა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ რა, PvP Flow-ს ფინალი, გამარჯვებული, დამარცხებული, ფანჩები, რაღაცე, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეგ იყო ალბათ ყველაზე დიდი პლუსი ამ პერიოდის ქართულ ჰიპ-ჰოპ მსმენელებისთვის. ოკეი. რაც შეეხება ეხა ფინალის ამბავს რა. მე მექნება ეგეთი რაღაცა. რამდენიმე სიურპრიზ შემოგთავაზებთ. პირველი სიურპრიზი არის რომ ჩემ ხვას უფრო უკეთესად გაიგონებთ, როცა კომენტარს ვაკეთებ რაღაცაზე, იმიტომ რომ ყურსასმენებით მოусმენ და ეს ყურსასმენები ჩემმა ძმაკაცმა მათხოვა და არც ერთმა მუსიკალურმა მაღაზიამ. და მეორე სიურპრიზი არის ის, რომ თქვენ ხო ძალიან გიყვართ, როცა ექსპერტულად აფასებს ვიღაცა რაღაცას, რომ აი ეს აქ იმიტომ თქვა, რომ გუშინ დილით რო გაიღვიძა და კვერცხი რო შეწვა, იმ კვერცხიდან წაიკითხა იეროგლიფურად. გვეყოლება ყოველი რაუნდის შემდეგ ადამიანი პროფესიონალი შემდგარი ფილოსოფიურ ძალიან განათლებული კოუჩი გვეყოლება, რომელიც აგვიხსნის რა როგორ რანაირად მოხდა რა. ეგ თქვენ დაიმსახურეთ და აუცილებლად იქნება ეგ ყველაფერი. და ასევე გექნებათ მე ცოტა late ადამიანი ვარ, მიყვარს ხოლმე სადღაც, მიყვარს რა, ვიღაცები ხო არსებობთ, რომლებიც სადღაც ვაგვიანებთ, ხო? ხო და მეც ხანდახან სადღაც ვაგვიანებ. ერთ-ერთი დაგვიანება აღმოჩნდა Flow Fest-ის მეორე დღეს, როცა საუნდჩეკი უნდა გაგველო ყველა არტისტთან და მოვასწარი მხოლოდ JJ Marlos და იკა ID-ს წყვილზე და მოვასწარი მოსკაკამის წყვილზე საუნდჩეკის გავლა. მე ვეცდები რომ რაღაცნაირად შევრწყა ეგ ყველაფერი, ან დაახლოებით ვიცი რაც ხდება რა. ხდება ის რომ ტაჰაბანის უფრო მეტი ადამიანი და უფრო მეტი თაყვანის მცველი ყავს და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს რომ ტაჰაბანი მოიგო, ვიდრე მოსკაკამი, ანუ სტატისტიკის საფუძველზე, ხო? PvP Flow-ს ლაივის აღწერაში რაღაცა TikTok-ზე ყველგან ეს ტაჰას ეს ფოტო არის საოცრება და ან მივიღეთ რა ცოტა აჟანყებული ადამიანები მივიღეთ და მე მინდა ამ აჟანყებულ ადამიანებზე და ზოგადად ამ მდგომარეობაზე მოვყვე ერთი თქმულება არის შემდეგნაირი.
უძველეს ქალაქ ელიუმში ორი ლეგენდარული მფარველი ცხოვრობდა: არიონი და თალესი. დაუწერელი კანონია, რაც უფრო მაღალ მწვერვალზე ადიხარ და ჩემპიონი ხდები, მით უფრო მეტ ადამიანს უყვარდები და უამრავისთვის იქცევი სამაგალითო ფიგურად. სწორედ ასეთები იყვნენ ისინიც. ყოველ მათ ბრძოლას მილიონობით ადამიანი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს და თითოეული გამარჯვება მათ უკან მდგომ ხალხს საკუთარ ყოველდღიურ ტკივილს ავიწყებდა. მაგრამ ერთ დღეს ბედისწერის დაუნდობელ ძალასთან ბრძოლაში შეუძლებელი მოხდა. ჯერ არიონის მახვილი გატყდა, შემდეგ კი თალესი დაეცა მუხლზე. იმ წამს არენაზე ჩამოწოლილი სიჩუმე ხალხის გოდებამ დაარღვია. ჩემპიონის დამარცხება ხომ ბევრად უფრო მძიმე და რთულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის. ასეთ დროს ხალხის ხმაც ყველაზე ხმამაღლა და ტკივილიანად ისმის. გმირებისთვის მარცხი მხოლოდ ფიზიკური ტკივილი იყო, მაგრამ ატირებული ხალხის შემყურები მიხვდნენ უმთავრებს. ჩვეულებრივი ადამიანის წაგება მხოლოდ მისი პირადი ტკივილია, მაგრამ როცა ეცემა ის, ვისკენაც მილიონების თვალია მიმყრობილი, მისი იარები 1000 მაგათ მტკივნეულია. გმირის დაცემა ერთ სამარცხებს, მაგრამ 1000 უკლავს გულს. ეს იყო და ეს, რავი, თქმულებების ჩვენ ქართველები ზოგადად უჯერებთ ხოლმე რა, ამირანის თუ ჯერა რომ კავკასიონზე იყო მიჯაჭვული, ამ თქმულებასაც წესით უნდა დაუჯეროთ და რავი, გინდა დაუჯერეთ, გინდა არა რა. ეგ არის და ეგ. რაც შეიძლება ეხა რეაქცია. მე მგონი ყველაფერი გავიგეთ, ჩემი დამოკიდებულებაც. მე მგონი ამ თქმულებიდან გასაგებია. მაგრამ მე ამ ყველაფერს ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს არის რეაქტ არხი, მუსიკის რეაქციის არხი, ქართული ჰიპ-ჰოპის რეაქციის არხი და არა მხოლოდ. და ეს ვიდეო აუცილებლად უნდა არსებობდეს ამ არხზე. შესაბამისად, აქ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერს სხვანაირად მოусმენ, იქ ფესტივალზე ვინც იყავით კი ნახეთ როგორ ვიდექი, სად ვიდექი და რა დონეზე შეიძლება და რომ მომესმიან რაღაცები და თან მე თქვენს გამო დამეცადეთ? თქვენს გამო შევუკვეთე აი ესენი, რის დახმარებითაც ერთი-ორად არ მესმის არაფერი. შესაბამისად, ეგ ამბავიც გასათვალისწინებელი. ეხაც რა ჩავიდოთ, ვსკაფ ვაიმე, არაფერი არ ხო, ეგ არის. მოდი შევუდგეთ საქმეს. გავეშვით. დები, ჩემგან ხელმერცხნივ! ურა კარგად მესმის რა, კაია. შეიძინე ბევრი ფანი და მე კრიტიკოსი ზონარი კროსი ვითკამის თუ ვაჭამე დიდი კოზით მოსკა ჩემთან ბეთლი მოგიწია დიდი დოზი ტრილოგია არ ვიცი მე შეხარჯემი ლიჩნი პოზი ესენი მესროფია გამინახო სადღაც ფირი დატობეთ ლაობები ჯოლა და ავთანდილი ვაიბია კოქსისრებია კაკადილი შენია ხამის კოშმარი მემელის კარგადილი არ ჭირდება სულტანცია ვიყო გადახსნილი ვათახსირებ რეპერებს კარიზმას ვარდმევს ანაქსივი ესენი მგონა თითქოს გამოვიდე ქსეროქსიდან ანალიზ კიბლს ვეღარ გაგიხუჭებს ანალგინია შეგვალა კომბო გაკ მინიმალი შენ ქაბრიანი ხარ ვიცი მალება იცი და ჰადა იცი ბანი შენ ვიყორთ მაგაზე აი სადაც არ არის ბანი გამისული ქიმალება რინგი თქვენი აზრისთვის დაურეკავდა KFC კატამივა რეკლამო ხო არა ვარ მეისემსი ხოდა ეს რეკლამა მიუყავდა ჩემაგივრად გაგიკეთებ უფრო დაბალფასა ეს თვება მადა მოგება გადავადა მეშალიჯებიან აფრიკელი ვაკა გადავატარება კაკადუს და კაკა სახტა დარჩა რაღაც ჩარჩა ერთ-ერთზე მინდა ბეთლიო ხო მითხარი ყველგან სპეკულირებამ თემიდან უტყნავ რისკამი შენ რო ჩემპიონი გახდი მან ჟიური ვიყავი 20-მდე რო დავითვალე გამონძრეულიყავი ახლა რასაც გეტყვი გეწკინება მითარვას ვაპირებისევ ფინალში ვაბეტონები მბარად რომელსაც მეორე ჩავხდი რო წავიგე ფინალსა ჩვენ ამსტერდამში წავალ და შენ დაიტოვებ ტიტანას მე წყობილ ვარ ამას სტუდიაში 4-3-სან როცა თოლოთებს რეცხავდა მაშინ ალაგებდა კამი მოსკა ყავას მიკეთებ და სხვა რა გაგიკეთო ძამი მე შენთვის შეინახებ მე მჭირდება სულ სხვა ძრავი რომელია ტაჰავ კითხავ რომელია ფანი ორივე მიხმარა სადაც ნახეს მოსკაკამი რაღა დარჩა აღარ დარჩა MC მოსაკლავი კამის მომავალზე მე დავწყინავს მოსკას თავი ეს სტრატეგია როგორ უნდა მოგვიგო თქვენ არის flow მაგიტო გაგორი flow ხოჭი
წმინდაზე მოსკიტო მარწყვიტო და ბანანიტო ფესვიანად მოწყვიტო ჭერტაზე მეგები არასოდეს იტლიკინო ფეთლივისთვის სერიალია და ვისთვისაა კინო მე საქმე დავიწყე არ მინდა უფროსი მყავდე შვილო ჩეკი ისე მოიქცევი ზუსტად როგორც გეტყვის პრინო ხო გასო შენი სტრიმიდან წაათრიეს მილო უკვე ბევრი დალიე და აქ არ აღებინო სტომატოლოგივით არ მაქვს საქმე მეუპიროთ შეჭირდება მართვა თუნდაც რო იყო უპილოტო ტიროდე პირამდე მივადე გვერდთვის ფრისტაილი ბევრჯერ წამიკითხოს დილამდე მოსკა მკითხა ასე კარგად როგორ ქენი ჯიმაე ანუ იცი მე რო ჯობი ვარ ხელსაწერ გჟიმავენ მოიცა გურამი და ავთანდილი თვითფრინავში ზიან პილოტი აღებს კერარებს კითხავს რას გადაყრიან ამიმ გადააგდო ჩემი ფლოუ მანერები მოსკამან ფინალის ამონტაჟებელი ხმები სტუდიაში მეუბნება ფლოუ დამედო 99 რაღა ბარე მასი აგეღო ჭიჭიკია ბიჭიკია ბიჭო რაღარ გარეპო თქვენი სისხლი ვეზირები შვენი არის სამეფო fuck out of here Young Mike შეუსახება ძმას პირველი რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნი აქ როგორ ჩეკვირდით თქვენ მიიღებთ ბონუსად საუნდჩეკის ვიდეოს არ ვიცი როგორ დავამონტაჟებ მაგრამ ვეცდები რომ კარგად საყურებელი იყოს თქვენთვის შენ არ ხარ მუფასა შენ ხარ ნაბოზარის კარი გვერდში გიყენია შენი პირადი აფთარი ბავშვი ვიყავი გამაგდო როცა წვიმდა დღეს იქნება დღე როდესაც დაბრუნდება სინდა სკილები მოვიმატე ამ ხაუცახურებდი შენ სანამ ოლიფანს იხბოზებს უბაყუნებდი ჩვენზე სანამ რამე სიტყვი შეარჩიე ტონი ხაღო და ასფაჯებია ანიბანი განიდონი გუშინაც მოწიე ვიცი ამ წუთას რომ მოგიტანა ბიფში პირში მივეცი და დაჰა მომიყვანა პატარებთან გამეცლავე შეგაგდეს უფროსი დაჰა ბავშვებს ყავავს როგორც ჩემი უბნის ბოზი შედიეთ და საითვიდიან ეს ბიჭები იქოდი და იწოვიან და კარგი ბიჭია და გაიჩალიჩა და ერთი რაუნდი და დაიშლებიან მიდა და თან არ მარაია ხები გადადგან აგრახებ ვინ არის მეფეთან და ჩანდა მარათან მალავდა დაჰას დემონსტრაციები ბაგირასთან ნიჭის დაჰა მთელი პრაიმ ჰაუსის წყლის გემო იცის სუბრას პრაიმ ჰაუსში გაშალեք თხოვენო რა ვახარ რა შემიციდე შემწოველო არ გაგიწყდეს ჩერეზნაში დრო გაგდისე შენ რა გარკვიე ფუსი ასეა თუ ისე მაპატიე ჩემო გიო უნდა ჩაგაჭირო ვიდაზე ხარ და არ გადახვდა საბაგირო მე უბრალოდ ახლოს ვარო მოგვიყევი როგორც კამერო დინაბოზარო დიმა მოხუც პენსიონერებს აწერაკუში რამდენის დაახია ინტერი ჩაგაჯვის სულში ალეო 1-2 გისმენთ მე ვარ ბანი ბათუმში ვარ და მეხმაროთ იქნებ რაშია საქმე დროზე გითხარით რა ხდება თელისაცმა კაცო კირამემ და გვამუდელა მასოს დააბარი სუსუკარო აგინებ და ნიკისთან ბაიზე როა საზიზღრებდნენ მე ყველაზე მაპატიეთ ეს ძალიან იშვიათი გაჭერება, მაგრამ ყველაზე მეტად მეოსება კუაროს იცილს იკავებს ის მომენტები. всё, სათქმელი მეტი არაფერი არა მაქვს. ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის და ხდება. ხმად ვერ გავიგე ვისი ვისაშია ძმებო, მაგრამ მე თქვენისან დაბარბარა კარგი სტრაკი მოუთხან. ვახსო თონრაული ჩახვეული როგორც პირველ გარეული გარეუბნის ხელოვანი ჩარეული. ჩემთან ბიფის მერეძილი ქონდა არეული და შენ ხარ ანანისტი დღეს ისე გაგდანძრეული. გაგთვალებზე ბინდი მარხერის რაგი გაგბიდი თან და ვიცი მალდა გაგდიდი მარაკ გაგაშაშრიდია. შენ მოგხედავს ეს მერე ჩვენ მივხედავთ ამას. ჩვენ გარდა ყველას დაინძლებობ ხაზავ პენტაგრამას. ვისაც ბანი გიყვართ იცოდეთ რომ ყოველ ღამე იმას ვისაც თქვენ არ გიყვართ ბანი ტრაქზე კოცის. რამდენად პროჯი უნდა იყო ეს ოცისლის ბიჭი ჟაგმა იქმა შუაბერზე რო გენახოს ხოცი. გიორგი და ნიკუშა ხო პოპულისტი ბავშვები არიან, მაგრამ მერე შენ ამაზე წერა თქვი. გაქვავე სახე ფანჩი დაგიწერე მერაკი და შენი სახე თუ გვისაა ჩემი ხალია წერა ქვი. კაი. მოდი ჩვენ გავყვეთ ახლა ლოგიკურად და ყველა რაუნდის მერე შევაფასოთ რაუნდები, ვინ რა კრიტერიუმი შეიძლება მოიგოს. მე ვიტყვი თქვენს რავი კომენტარებში დაწერეთ, შემდეგ უკვე ექსპერტს დაუთმოთ ასპარეზი, შეგახსენებთ აუცილებლად რომ ექსპერტი ყველა რაუნდებს ესე რომ ვთქვათ განიხილავს აუცილებლად პირველ რაუნდს, მეორეს და მესამე რაუნდს. რაც შეეხება ჩემს შეფასებას, მოდი ვთქვათ რომ ეს რაუნდი იყო თანაბარი. მე ზიკო ჟინჭარაძეს მაქვს ჩემი ოფიციალური და დამტკიცებული და ფუძნებული რეალობაზე აზრის გამოთქმის საშუალების უფლების მოცემულობის მდგომარეობა. და რატომაც არა. მგონია რომ
ეს რაუნდი იყო ფრე. აქედანაც და იქედანაც. ან აი როცა ფრე ხდება ზოგადად. მაგ დროს უფრო გაყოფილია აზრი ნებისმიერ ან სპორტში ან ფრე რომ თავდება ლივერპული ტოტენჰემში ყოველთვის ყავს გამოკვეთილი გუნდი რომელსაც აი შეეძლო, მაგრამ ფრე დამთავრდა. ფრე რომ თავდება სადღაც ყოველთვის ყავს გამოკვეთილი გუნდი ან ადამიანი, ან პერსონა, ან რაღაც ქერექტერი, რომელსაც უფრო მეტი შეეძლო და ან არ გააკეთა, ან პირიქით უფრო მეტი შეძლო ვიღაცამ, ვისაც არ შეეძლო ამ მეტი ან კაროჩე რა ყველაფერს თავი დავანებოთ ეს პირველი რაუნდი ჩემთვის სუბიექტურად არ მგონია რომ საუბრობ ობიექტურად არის ფრე ექსპერტო ბატონ თემურ თუ შეიძლება ხაზზე ხართ მოკლედ პირველი რაუნდი რომ შევაფასოთ რეალურად ეგრეთ fit check რომ გავაკეთოთ ტახადაბანის პირველი რაუნდი კარგი იყო აბაუნსეს ხალხი კარგად მიყვებოდნენ რითმებს თუმცა მოსკა და კამის პირველი რაუნდი იყო უფრო მწარე ანუ მოსკა და კამის პირველი რაუნდი ჰგავდა იმერულ წიწაკას აი რომ აი ამ ხალხსაც რომ მოკნიტავდა კუჩს რომ აგიფეთქებს და გაგანადგურებს ასე რომ პირველ რაუნდს ვიტყოდი რომ სიმწარეში რეალურად flexible აჯობა კამიმ და მოსკამ. პირველი რაუნდი შეიძლება ოდნავ რა აი გროტასკა რო ვიტყოდი რომ ბრინჯის მარცვალით გადაწყვნა კამი და მოსკამ თქო, მაგრამ მე მაინც ჩემ ჩვენებას გავაძლიერებ და ფრე მგონია პირველი რაუნდი. წავედით მეორე რაუნდზე ტაჰაბანი. ესენი ჯობიანო დავაგინოთ ესე თუა ან მე გავალანა რავი ბადრი ესე თუა ფრიდაუთ უკვე მე რამდენი წელი და მათი სახელები სუშუაში რატო წერია ამ სიაშია ხარქვევით მაგრამ ზევი ჩვენი წონა მძიმე სახელები მძიმეა საწებია კაცია და უცნაური შეგზნება მაგ არ ვიცი რატო რასაც არ ვიზამდი შეიძლება ისი კადრო სულ არ მზადყოფნაში წინ მედგები სიკვდილამდე რადგან ნებისმიერ დრო შეიძლება როდის იდადო ბაზაუბიტას რასაც გიზამ დაგდრეს თქვენი ხიმია რო ერთად მოყვანაში ჩავწეს ვახევ ამ ხამს ფინალს და ნუა კომპლექსე ბავშვებს რო დაცინე ორჯერ ფიქრობ სანამ ახამხამებს თვალებს კამის ხმა არ არის თინეიჯერობის ბრალი უბრალოდ ახლა ბიოლოგიას გადავფურსავ წამით არსებობს კაცის ჰორმონები და დაარსებობს ხალ აბა თუ გამოიცნობ რომელი მეტია ჩვენს კამის აქვს ეთემის ვაშლი მაგრამ სურვილები დალის შეიცვალ ერთმენა ნუ ხარ შეტრუხა მეტალი ამ პარების გადამზიდი ვეცებ ადრენალინს მოსკა ჩამორჩა ციკლებს როგორც ნეანდერტალი მოგაკ ხუმრობები მე და გაბნევ ერთი ფაშლით ერთი ნახვი თუ არ გაყოფით ის ბოლოს ჩვენი გაგდით ყველა ანეკდოტი თორი ფლოუთი და ერთი პანჩი მე მოგიგე ხალხის ხმები ჩემ მომიგე შენი აზრით და სოლოზე თუ პარებში ვერ ინელებ წაგება შენ მოსკა რა ვერ გამეშვი ტრილოგიაში მოყევი ამ თაცმიტის თვარეში შენ სახლში მოვედი და შენ რაუნდ წერდი ტუალეტში მე რამდენე დაბა თუ ხო მე რამდენე დესტავს თუ მოიგო პეტლი მოსკას გაუზდია ხელფას თუ წააგო იმედია რო არ გააკეთებს წიწილები არიან რასაც დაუბრი კენგავს ეგას გადაეცი რო ვეღარ წაიგეთ ერთმას ჩემი მოში პიტია თუ უპინა მერე კედავს გადავკეცავ ამ ქეშსაც როგორც მოჟეს ეს ფენტანი დეტექტორები არ მამოწმებენ და მაგ მეტალი ეს ამინოლია დაიგლებ თქვენ ჯაში თუ გამათენდა ჩვენ შევიცოლოთ კარიერაში ჯობი და ფინდა თქვენ მეტი ქეში და მეტი კამარი მეტი რა გვინდა თქვენგან თქვენ თავზე მოდ არ არის ზალა თქვენ თავზე მოჩვენ ვარ მიდი გააკეთება უზაფლო და პაჯია უზიმა უზამის გამოს გამიგი მოს მადვინი მოს გაწერტილი და უსვა და თესლი თუ ჩვენ მოგიგეთ ნოლი ბევრი გუამამიკოს და გლეიზ კაი რა ალბათ ამ ფლოუსთვის ღირდა ეს ფინალი მინოლია დაიგლებ თქვენ ჯაში თუ გამათენდა ჩვენ შევიცოლოთ კარიერაში ჯობი და ფინდა თქვენ მეტი ქეში და მეტი კამარი მეტი რა გვინდა თქვენგან თქვენ თავზე მოდ არ არის ზალა თქვენ თავზე მოჩვენ ვარ მიდი გააკეთება უზაფლო და პაჯია უზიმა უზამის გამოს გამიგი მოს მადვინი მოს გაწერტილი და უსვა და თესლი თუ ჩვენ მოგიგეთ ნოლი ბევრი გუამამიკოს და გლეიზებული ორი ყვერი პირველი პეტლის მერე როცა კამი მოსკა შემხვდა მოთხარი ბევრი ცუდი სიტყვა გაქვდა ცოტა გეტყვა ორი დღეა დარჩენილი მოინდომე სამი შეცვლა ვუები ჩაანაცვლეს სადაც ორმა ყვერმა ყლეს ვაზე გეტყვით ვე ხარ ცოტა ჩუმია ვუსუხი ვუსვაზე ვუსვახებკუ და კარგულს ვაზე ზუსას ორივეს გამუჩიმა მუზას ამის გამო არასად წერე ჩემს ესენი ჯობია თო დავაგინოთ ესე თუა ან მე გავალანა რავი ბადრი ესე ბუა საიდან არიან ეს ჭუჭუები თესლი თუო რატო ვერ გაიხარეს ესეთი თესლი თუა
ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რაუნდი ტაჰა და ბანისგან ამ სეზონში. წავიდეთ მეორე რაუნდზე, მაგრამ სანამ მეორე რაუნდზე წავალთ, რას ვაკეთებ? ყველაზე ცუდად გვაქვს მე მგონი ლუდი, ვინც ლუდებს ხსნის იმაჩი. წავედით. გაგიბართ. Საჩინგარი აქტებენ ჩვენზე უფრო მეც ბაზრობენ და სადაც შემბედლაობ ჩვენზე კომპლიმენტებს აზრობენ მატარებელში ფიქრობ მოგებასთან ახლოს ვარო ის ხუზი შენაბოზარო მინდა ბედოან და უნდა გადამოსვლა თავი ამიტომაც ყვილად არ ხავარო და გინდო თუ ვერ ხდები მაშინ მე გეტყვირო შეხარ უთავ მოყვარეო გოგოების საყვარელი დილდო ბანის ფანებისთვის მისი ნახვა გაიდღეა მარა ახლო და რო გაიცანი ხო მაგარი ყლეა თანაც განა პროსტა ყლე არის იმენა სამიდეა და ვაფშე ბიზნესია არ ეყოფა სამიდეა თავის შეთები აქ ასე ხოდოდ გინდა ასეთი ხმა მიიღედა იბაზრე რაც გინდა ბებაგოჭი დედაღორი არტურა და არმატურა გაგიყარე გადაიღო ჩიტი გადაფრინდა ვინამის ვასებს ვერ ვიჯერებ ესეში გაგ აფრიკაში არა წყალი მარტო ვესებში გაგ შოუს გამო პროექტმა ფინალში მოგათრია თორე ყველა BDM-ის ბოშმა მოგანძრია ყველაზე მეტად კი მე იმაზე მეცინება თავი როგონია თესლი ფინალამდე მივიდა არ მინდოდა მეთქვა მარა უნდა იცოდე რომ ძმაო რაღაც ხვდები აქში გაგ დათრეული ლირიკა ვერავინ დადგება წინ თუ დადგება ვინ იცი რო ვარდება რიგა დარჩება ვინ კითხვა გაშება ვინ ხო იცი რო შენ მოედაზე არა ხარ ფინალი ჩვენი მეორე სარგე ორი გვამიაკრე მასია ამაღამ და თუ არ მოგდები ძაღლები დაგაბა მაკლეობა ჩვენ ვერ დაგვაჯერებ გეყოფა ამა თურთი ერთობას ხო სიყვარული ათბობს ხალხო მინდა იცოდეთ რომ ბანი ტაჰას ლეგოა რადგან ტაჰა კი არ უყვარს ტაჰა პროსტა აჯა ამა შენთვის გეუბნები მინდა სული ხარო მაგრამ დღეს მომიწევს ფაჩები გაგიყარო და ნიკი მგიფხა ტაჰას გადათესლებული ხარო შენ კიდე კარგად მახსოვს უსვენდი და გიხარო და ბანის თუ მაგრად უნდა რომ ტაჰა გამოვიდეს მაშინ ტაჰამ რაგზაც გაიარეს პარგალკას დაუწერს იმ დღეს პატრიარქს ეღადაობდა ჩვენი ძმა და სადღაც ერთ-ორ წელიწადში გაქრისტიანებაც უწევს აქ არის ჩემი დიქტატურა უდავ ჩემი დიქტატურა ის მე ვარ მეფელობი და ეს ორი ტურა ისე კი გეთხოვა ფუქი რო გამოხვა გელები და შენ ჩემი მტერი ვერ ხარ მაგრამ მაინც ენემი ხარ ბაჭი ხობა ხოდა მინდა წარბარა გადავასხა თავი ლომად მოგაგვიცი მაგრამ ხარ უფასა და იფლას ვიტო შეყვალფერს უნდა გადახაზვა წამიეტანება ყველას მაგრამ მარა ვინა და უფასა ბანის თავის პირველი ბეტლი და ჰასთან ქონდა და ამ თემას გავშლით უბერ მიხვდა კამანდა ვინც არ იცით და გრუზინი კაცია ცოტა ბანი და ჰას ქალიშვილი ჩაბარდა მერე ცოტა ხანი ბანი მსხვერპლთან იმესწავლა გვეგონა ამ ორის ისტორია გაიმარჯვა მაგრამ ნაშები ხო როგორც მოვა ისე წავა და ნახეთ ბოლოს სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა ფოტიდან ჩამოსული გოიმი და არიფი ხარ უნახავ მარა ნახა და ბევრი არ იყეფო ამ ფინალის მერე ტელეფონზე ჩაგირიცხავ რადგან ჩვენ დონემდე როცა მოხვალ დაგვირეკო თუ ვაჰ აქ კაი მოდი ჯერ ჩვენს ექსპერტს მივმართოთ რაც შეეხება მეორე რაუნდს, ეხლა ხან უცქირე და აქ უკვე ტაჰა და ბანი თითქოს უკვე არის პრაიმ ნეიმარი და სუარესი და უტევენ სელტა ვიგოს ბოლომდე თავიანთი შესაძლებლობებით იყო ემოცია, იყო მწარე ფანჩი, იყო ბაუნსი, რაც ჭირდება რაუნდს, ეს ყველაფერი ჰქონდათ. ტაჰა და ბანის და ვფიქრობ პირველ რაუნდის შემდგომ გადმოეწყნენ ისინი და უფრო შეუტიეს და ასე ვთქვით მეორე რაუნდის ეგეთ წოდებული fall name დაიმსახურა ტაჰა და ბანიმ ვნახოთ რა იქნება მესამეში რადგან პირველ რაუნდი მივაკუთვნე ერთს მეორე მეორეს და ეხლა ვნახოთ მესამე რაუნდის ეგეთ წოდებული chess-am analysis მეორე რაუნდი ჩემთვის უფრო სტაბილური გარემო შექმნა ტაჰამ და ბანიმ ძალიან დიდი მადლობა აი ესეთ ზუსტი და წერტილოვნად მნიშვნელოვანი შეფასებისთვის ბატონო თემური გაფასებთ და დიდხანს სიცოცხლე მინდა გისურვოთ პირველ რიგში რაც შეეხება ახლა ჩემ ამბავს მე აქაც პრემგონია ან პრემგონია ან ტაჰა და ბანის მგონია მეორე რაუნდი უფრო ტაჰას და ბანის მგონია მეორე რაუნდი იმიტომ რომ აქ ისეთი ბასრი პანჩლაინები იყო რომ პირველ რაუნდში უკვე ვიცოდით მეორე რაუნდში რა გველოდებოდა და მაგან ცოტა გაგვიტრუხა ალბათ ეს პანჩლაინები მეორე რაუნდი ტაჰას და ბანის და უკიდურეს შემთხვევაში ფრიარი სანამ მესამე რაუნდზე წავალთ ეს გავაკეთეთ უკვე ერთი წამით
ასეთი ამბავია მოკლედ რა. Lotus Flower-მა თუ არ ვწდები, იმიტომ რომ Instagram-ზე წადნენ ძმები და ეხა აქ ფიზიკურად ტელეფონი არ მაქვს. ესეთი საჩუქარი გამიკეთა მე და ალბათ ამ შოუს. აქედან მე უკვე ვამჩნევ რომ Young Thug-ი აწერია და ხო, დავით, მაინც ინფლუენსერივით რო არ გამომივიდეს. არ არის გახსნილი და მე რაღაცა რა მინდა რომ თქვენთან ერთად გავხსნა რა. კითხეს შემსაყვარელი არტისტი და მითხრეს რომ ძალიან კარგ რაღაცას გამომიგზავნიდნენ და მე კიდე მინდოდა რომ ფინალს რო დავარიაქტებდი, მაშინ მეჩვენებინა თქვენთვის და მეც მაშინ მენახა. აღწერაში არის ამ კომპანიის და ამ ძალიან მაგარი ბიჭების ყველანაირი საკონტაქტო ინფორმაცია და თუ მსგავსი რამ დაგჭირდებათ, გინდ სასაჩუქრეთ თუ სახლში, იცოდეთ რომ ეს ბიჭები გაგიკეთებთ. როგორ მინდა რომ ეხა ამას წინიდან ხედავთ. სავარაუდოდ უნდა გადმოვატრიალო და აუ, ნახეთ რა კაია. ნახე რა კაია. აი, ძალიან დიდი მადლობა. ჩემო კარგო ადამიანებო. და ეს შეიძლება რომ აი აქ დაიდოს. ხო? ясно. მადლობა. და მსგავსი საჩუქრებისთვის აუცილებლად დაუკავშირდით Lotus Flowers. იმედია კიდე ერთხელ იმედია რომ სწორად ვიძახი სახელს, თუ სწორად არ ვიძახი, აღწერაში არის ამ ბიჭების Instagram-ი და მიწერეთ, კარგ რაღაცას აკეთებენ მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანებს ახარებენ. აუ, ვიმენა ბაბო ვარ. წავედით. მაგარი კაცია რამდენი უნდა და რამდენი კაცია უბების ყაბი მესი ბოლოს მასვია კაცმართველის დისკვალიფიკაცია ხელები ავიენ ბაუზი დროა და დაჰადაბადია მოვიკეტროა იცის და ეს შეყვეთა საკამათოა მაგრამ მითავს უყადა გამანაცა ვარ გადმოუძე რომ დარჩოუგზე თუნდაც გახდებიან ფას ფლოუზე შუქსაკინდები ჯობეთის მერე ბოლოს სახში ჩაკეთავ და გას მოუშვენ რატომ გაგზდერო ფერი სროლა ფინალზე ჩაისვა მეტის ფორმა მაგ სეზონზე მაყუთი მერი შობა და დაინანა მთელი სამითი შრომა ეცადე გაიქცე დასმები გასნილი გასდა წაიქცე შენაცად კერფია ყოველთვის ჩაიცმე მე რასაც გეუბნები მოგხაიცე გასვავ კაქტუზე და მერე აქტუზა გონი გასვავაზე და არ ვიცი რასუზა ამარ გაილახებიან მაქსიმუმ ავტუზა გასვა დაირომ და მერე ვანტუზა ხელი ბანდო მე გამაგონე მარტო უგე და ივა და გავიდა ავტო ვინდა ბაბატო რაკატეს მოსწავლეს იბდა უნდა მოჯობე თაკიდა გამოგაცე ჩორი დაყეფენ ურეკავენ მერე სიჩუმის მეფე წასვათობია თუ არ არის თქვენზე მაგაშობია თუ გახვიდე თქვენზე მაგრამ ზოიდო რამდენი დუხი ბაფი უბერია მაქსამოცი 5 ხარ 60 კილო მაქსამოცი თუთი დაკეთო წილობა 65 ვარქატი მისვარი რადგან მოასხამრებეს ჩაჭიდება ტიპი უკლავდები ჩემეს არ აქვს სიმფონია სიგროლის თუ ეპესებს ახურებიან კომიზმეთე ამ გარიდან გავიდა გამიდა მოსკადა მოფარავს თუ დაგჭა მარაგიღია ნუ უსრე მოვლენეს ბრამები არ უნდა ვიკაჭობა თუ ჯერ არაგიღია არ მოგიწია თუ არ გიწერია არ ვიცი ვაფშე რატო გაგამბიცია რამეს დამაბრალები წოდე გაგუტლო და არ გახოშველებს და ხალბიცია და ეს დონეები დაბალიკია რაღა გააკეთო ნაღარიციან იცვლება გამიდა იცვლება მოსკა დაბლოზე იგივე ანგარიშია შენა ბობლოცულობ გენგისთვის გენგი კილოცულობ შენთვის რომელი გენგია და კი გვერდი და მე რედისებს უწერდი შენ არ ხარ შეფელია და სულებელი შენ ხარ უბრალოდ წევრი თქვენ ხარ ტოპის სამი ამბეცე მეორე და განაწევრე არა ინტერესებს გამიან მოსკა მათ აინტერესებს გამიდა მოსკა სეზონი მორჩა თორიდან მოხდენია მათი დროშა და ვიწვა ვიდროში და ვქროჩილებ ქუშიდან ნახიდე კოშერი და ნაკი ვიწი თუ მეტანო კემე და ფინიშა რეიტინგების თვითჭირდება გილი გარისა უნდა ერიდო გამისე გარის კროცა ამითებე უბრალოდ ამის კლაბარისტა როცა ვიწვიუნდა და მისხავიც კიდე როდი ვიკუსი სათუხარო დამისა თავისი ნაფუთხის ლოკვაევასება ჩვევა რამის იბალია დალია აბსენიში ჩაფუთხა და მერე თავიდან დალია თვალია ძალიან ლიმდელი სასველი არიან მოუბარია არ ახსოვს ღამე და მკითხა თუ რა მიუქარია ამბილადრია მატრიან თავებს და საკუთარ ეგოებს ხუილებს აყრიან ფაქტია აკოცე ბეჭეს ხოლმე იცი მე ვარ აქ ნამდვილი ნადრია მოწმეს ხალხია ჩადი რა ქვევით რა ალბათ
თქვენ კარგი ხალხი ხართ, შეგნებულები, მუსიკა გესმით, ამ გადაცემას თუ უყურებთ მით უმეტეს. ალბათ თქვენს იგივე გაქვთ სათქმელი, რაც მე. რაუნდი კარგი იყო, პანჩლაინები კარგი იყო, მომეწონა, მაგრამ არის მოდა და რაღაცებზე, ხო, კაროჩე. ანუ რასაც მე ვფიქრობ ხა, დარწმუნებული ვარ, რომ იგივეს ვფიქრობთ თქვენ შეფასების კრიტერიუმში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ აი ხა ზიკო იტყვის აქ რა მოხდა, შეეშვით რა ზიკოს უყვარს პირველად რაღაცების მოსმენა თქვენთან ერთად. ჩემგან დაარელოდოთ ძალიან გქოთ, რომ აი ეს მართალია. აი ამან კიდე აი არ არის ცხოვრება ხანდახან მოწყობილი ადამიანებისთვის, რომ ტყუან მართალი არჩიოს მან. ჩემთვის მაგალითად აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი რაუნდი იყო, მაგრამ სადღაც აუცილებლად სიტყვები იყვებოდა, რაც თქვენც დაინახეთ ალბათ და რაღაცა ზედმეტი რაღაცები არ ჭირდება მაგას. მაგრამ როგორც რაუნდი, თავის პანჩლაინებით და ასე შემდეგ იყო იდეალური. წავედით. ვაიმე! Oczekuję ciebie do roli, gamo ciebie goli, etanoli, choda krepa stres. Choda stres, mi daj na tyle murigate. Kama que te me primera vida me titanda chanda, kama que te bara kada bitkabanda. Tira mati chata na puli mem kidia вообще gagada. Traki da, ene iso de sadari, asheni adgili nausea. Arwa pira bramis tato lebas, bicho pita gadem tausea. Kamusos kila pira kaman, bicho buki kharsa khezera batman, verda majere bekhvaro kargat khar, visi sudkwar ya opa kapakam. Zesor basavle meli kamodita pastar, asher moitale vera perita pastar. Კარგად იზირო ვერაფერზე მამასთან ჩემი მარაგიდან იაგერი უნდა დაგაცხა თუ გადავკარი იაგერი შენაც გინდა კენი მიზას მივაგენი დაიჭვილი უკვე იქერექტერების ხატერ ბედოჟებნენ ბილადენი მანახი კულტურა საით ვიგაკ ზავრებთან იზახი პრაიმი გაკ უზგანახებეშე ტრაკი მიგაკ ვისასისავ მაგათა ლაივი გაკ მაკუ არა ხარ და ვიციე გამბავი ჩემპიონის ეს ხლი არ გაქვენებში ან რა გავღერებს იბეთლავე მე შენი ანდრი ჯოხაზე კეთილებს შევეცი ლახაზალახი გავახედა რა ხდება იქნება ვიღაცამ გამაგები და ზორდაგალები დიდების ღალი და ფლოუ ჩემპიონის ეს ხლი არ გაქვენებში ან რა გავღერებს იბეთლავე მე შენი ანდრი ჯოხაზე კეთილებს შევეცი ლახაზალახი გავახედა რა ხდება იქნება ვიღაცამ გამაგები და ზორდაგალები დიდების ღალი და ფლოუზე ჩაპტანი დარაღები თუკი მოვიდო მე ხო იცი რომ ვერ გავაჩერებულ ნუ თორა ვიცი სასახლეებს ვერ აღშერებენ მაინც ვერ გავიგე ხალხია ბატონო უნდა დაბანახო მეტი სერამ გადააბეთებე გათან რაღაც ხვისი გავლენა იგზნობა რითმებში პანიკი არ გაჩნდა ტაჰამ სახელმსახო პრინტერში ჯერ იყო მოსემერე იყო ლიკი და ეხლა დაჰაბანი ისვრის პარეს ეგეთი წარსული თემსი არა მაგრამ ვაქსლის მოზივით კი ისვრი გასებს დაჰარაგის ისე ერთი ღამე გასების რიგი რო ხრაჩას მოსკავე მაინტერესებს ერთი რამე იძლევა მოგაჭა გაგანაფათანა ფაჭადა რო გაგიმართვა რო გადაგადარო პატარა პარაპარკი თვატარო პარადიმები მყავს აღარაწვალო გასალო წერა წარა მარაწვალო და წამიწუდებ გადაგიხსიენანო ციხო და მინდეკი ბარება ყვალხო და აკერას საღადარ გაგიშებობო ფინა ფინალზე თუ ვერსები ამოგიწვე შენი ბრალია რო ხარ უნიჭო ვერ ვერსებში მწარე პარები სამოჭრას არ ეყოფა 4 გიგუნა ბიჭო ნიკი და ბანის თემები ხო გახსოვთ მე ვიტყვი ახლა რაც ხალხმა ვერ ნახა მოსკავით ხარი პირველი ვინ იძახდა ბანიზე და სამუდლიაო ზუსტად თქვენი ორ პირობის ბრალია ზუსტად ამის გამო მოგივათ ეს ეხლა თქვენი ყურები რასაც მოიწმეს ამას ვერ მოჭამ ნახე ნამდვილი როგორ მოვიებულ შავი მომბა ვიცოდი და ბაზა ჩამიძალა ყველაზე ერთმანეთზე გადავაბა მძაღმა ყველა გამიბედა მაწალწალა ვისაც არ ჯეროდა ფენსად გავარ დედეთ გახარ და მე არ საწავალ ვილმა გამანდა დღეს აქ და გაბანდა პარა მე სეზონი გაწყავა კარგი. ეხლა მოდი ჯერ ჩემს სათქმელს ვიტყვი. ანგარიშებს ხო ერთად ვთვლიდით. ობიექტურად მესამე რაუნდი უფრო კარგად ისმოდა მოსკას და კამის მხარეს. უფრო კარგი პერფორმანსი იყო ტაჰას და ბანის მხარეს. უფრო კარგი პანჩლაინი იყო მოსკას, კარგი პანჩლაინები იყო მოსკას და ბანის მხარეს, მოსკას და კამის მხარეს. იყო რაღაცეები აქეთ უბრალოდ იმდენად დიდი დოზით არ ყოფილა რა ერთი სიტყვით. მაგრამ მესამე რაუნდი, როგორც მესამე რაუნდი, ნებისმიერ შემთხვევაში კარგად ჩაატარა ორივე
გუნდი დავარქვათ და 4-ვე არტისტმა რა თქმა უნდა. მე ვიტყვი ეგეთ რაღაცას რა. ეს სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იყო ყველასთვის, ჩვენთვის, მსმენელებისთვის, flow-ისთვის, საერთოდ ყველასთვის საჭირო იყო. და ასევე მგონია რომ ეს სეზონი უსამართლოდ არ დასრულებულა. იმიტომ რომ ყველაფერს რო გადავხედოთ საერთოდ ყველაფერს, როცა იწყება PvP, როცა იწყება PvP flow, მერე იქ სადღაც ბარათაშვილის ხიდში დაწყებული, მერე ლავბარი, მერე რაღაცა, ანუ ვიღაცები მოყვებიან ამ პროექტს, ვიღაცები არ მოყვებიან, ვიღაცები არიან სულ, ვიღაცები ჩემპიონები ხდებიან, აღწევენ მიზანს, ვიღაცები ვერ ხდებიან და რაღაცნაირად ქრონოლოგიურად ლაგდება ხოლმე მერე რა, ეს ყველაფერი. მე მგონია რომ ეხლა PvP flow-ისთვის ეს ყველაფერი ქრონოლოგიურად დალაგდა. ყველაზე სწორი გარჩევა ამ ყველაფრის არის ეს. ვინ იყო კარგი, ვინ იყო ცუდი, ვინ უფრო მაგარი იყო, ვინ რობიდ ეს ფინალი და ასე შემდეგ და ვინ დამსახურებულად მოიგო. ყველა მაგას რო თავი დავანებოთ რა და სხვა პრინციპებით რომ ვიმსჯელოთ ეს ყველაფერი ქრონოლოგიურად უნდა მოხდარიყო. ხვდებით ამას. გონი. კაი, ჩემი მოსაზრება ეს არის, მე მგონია რომ ამ ფინალს დამსახურებული გამარჯვებული ყავს მოსკას და კამის თამადობით. რაც შეეხება, ხო ეს ჩემი აზრია, მოკრძალებული, მაპატიეთ, რაც შეეხება ექსპერტიზის აზრს, მოვისმინოთ ბატონი თემურის აზრი, ბატონ თემურ გისმა. რაც შეეხება უკვე ბოლო მესამე რაუნდს, ასე რომ ვთქვათ, ძალიან დადებითად შევაფასებდი ამ რაუნდს ორივე გუნდის მხრიდან, რადგან ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი იყო სიმწარე, იყო იუმორი, იყო ფანჩი, ასე რომ ეს ყველაფერი გავდა კიტრი პომიდორის სალათას, როცა კიტრიც გემრიელია, პომიდორიც გემრიელია, წვენიც გემრიელია და პურით ვაწობთ და ვიღებთ აი ამ გემრიელ წვენს, აი ასე ვაწობდით, აი ამ რაუნდში და ყველაფერი მოგწონდა, ჩემი აზრით, მე მომეწონა ყველაფერი და ასე რომ ვთქვათ, მესამე რაუნდმა უფრო ამაბაუნსა ორივე გუნდის მხრიდან, ვიდრე წინა ორმა, ასე რომ მადლობა მესამე რაუნდისთვის. ზიკო, როგორ გესმის ჩემი პატარა ანგელოზო? მესმის აუცილებლად ბატონო თემურ, მე შენი ყოველთვის მესმის, მაშინაც კი, როდესაც აი ესე უმტკივნეულოდ ცდილობ სიტუაციას გაართვა თავი. აი ყოჩახ ბატონო თემურ და აფერუმ თქვენს აი ამ ძალიან კარგ ადამიანობას. მადლობა ბატონო თემურ, რომ დრო დაგვითმეთ, მადლობა Lotus Flowers, მადლობა კამის და მოსკას, მადლობა ტაჰას და ბანის, მადლობა განსაკუთრებით PvP Flow-ს და Flow Magazine-ს, რომ ესეთი ორი დღე გვაჩუქა. ყველა ადამიანი ვინ ჩართული იყო აქ. არ აქვს მნიშვნელობა, წააგო, მოიგო, რა დოზით იყო ჩართული, ყველა ადამიანი ჩემპიონია. მადლობა, თქვენ უყურებდით ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას. არა. თქვენ უყურებდით ზიკო ჯინჭარაძის საავტორო გადაცემას. ჯოინერ. მე მისი წამყვანი მარკ კლებერი გახლავართ და მომავალ შეხვედრამდე.